რას ნიშნავს რუსული პროპაგანდა? ეს ფრაზა ხშირად გვესმის, თუმცა მისი სიღრმისეული განმარტება იშვიათად თუ შეგვხვედრია. თითქოს დღეს რუსული პროპაგანდის შინაარსი და ფორმა ინტუიციურად უნდა გვესმოდეს, მაგრამ ასახსნელი ბევრია. ამ ვიდეოში ვლადიმერ პუტინის საყვარელ ფილოსოფოსზე, ივან ილინზე გიყვებით, რომლის იდეოლოგიასაც, როგორც ბევრი მიიჩნევს, რუსეთის დღევანდელი რეჟიმი ეფუძნება. ივან ალექსანდროვიჩ ილინი 1883 წელს დაიბადა და იყო რუსი იურისტი, რელიგიური და პოლიტიკური ფილოსოფოსი, პუბლიცისტი, ორატორი, კონსერვატორი, მონარქისტი, რომელიც ბოლშევიკური რეჟიმის წინააღმდეგი იყო. ილინი ასევე ეწინააღმდეგებოდა ინდივიდუალიზმს, ინტეგრაციას, ძალაუფლების გარდასვლას, სიახლეს, სიმართლესა და თანასწორობას, ანუ დემოკრატიულ ღირებულებებს. მისი სტატია რუსული ნაციონალიზმის შესახებ იწყება მოცემულობით, რომ ეროვნულ რუსეთს ჰყავს მტრები, იმიტომ რომ ნაკლოვანი მსოფლიო ეწინააღმდეგება ღვთაებრივი მთლიანობის ერთადერთ წყაროს, რუსეთს. ილინი მიიჩნევდა, რომ ომი გამართლებული იყო მაშინ, როდესაც ერის სულიერი მიღწევები საფრთხეში იყო და ღმერთის მტრების წინააღმდეგ ომის დაწყება უდანაშაულობის გამოხატულებად ითვლებოდა. ილინისათვის ღმერთი სწორედ რუსეთი იყო. ის აღიარებდა რუსეთის განსაკუთრებულ როლს მსოფლიო ისტორიაში და თვლიდა, რომ რუსული ერი იყო ღვთაებრივი მთლიანობის ერთადერთი წყარო, რომელსაც რუსეთის ძლიერი, ცენტრალიზებული ხელისუფლება თუ მიაღწევდა. ილინს კიდევ სამი მნიშვნელოვანი იდეა ჰქონდა. პირველი, ის ფიქრობდა, რომ თავისუფლება ნიშნავდა შენი ადგილის ცოდნას საზოგადოებაში, ანუ მას ჯეროდა ისეთი თავისუფლები, სადაც ყველას თავისი ადგილი აქვს მიჩენილი და იქიდან ვერ მოახდენს სოციალურ დაწინაურებას. მეორე, მისი აზრით, დემოკრატია იყო მხოლოდ რიტუალი. ხალხი ხმას აძლევდა მხოლოდ იმიტომ, რომ კოლექტიური მხარდაჭერა ეჩვენებინა ლიდერისათვის და არა იმიტომ, რომ ეს ლიდერი ხალხის ნებას გამოხატავდა. მისი აზრით, ლიდერი მითოლოგიური ფიგურის განსახიერება უნდა ყოფილიყო. მესამე, ილინის აზრით, არ არსებობდა ფაქტები და მატერიალური სამყარო. ყველაფერი იყო სუბიექტური და ფაქტებს არანაირი ღირებულება არ გააჩნდა. სხვანაირად რომ ვთქვათ, ილინი ფიქრობდა, რომ ნებისმიერი რამის გამოძერწვა იყო შესაძლებელი და შემდეგ ამ რეალობის ხალხისათვის შეთავაზება. ილინი 1958 წელს გარდაიცვალა, თუმცა მისი შეხედულებები დღეს არანაკლებ პოპულარულია ვიდრე მაშინ. როგორც პოეტმა ჩარლზ პეგიმ თქვა, ყველაფერი მისტიკით იწყება და პოლიტიკით მთავრდება. ასე მოხდა ილინის შემთხვევაშიც, რომელიც ნათელი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება ძველი იდეოლოგია ახალ რეალობაში ადაპტირდეს. ილინის იდეოლოგიის ადაპტირების ნიშნები ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში გამოჩნდა. 1960-70-იან წლებში გაჩნდა იდეა, რომ ევროპა და ამერიკა რუსეთის უბიწო კულტურას შურით უყურებდნენ და ისინი სწორედ იმიტომ იყვნენ რუსეთის მარადიული მტრები. ეს მითი შემდეგ რეალურ პოლიტიკად გადაიქცა. საბჭოთა ლიდერებმა, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში ვერ აღწევდნენ პროგრესსა და განვითარებას, დაიწყო იმ საზღვარგარეთის დემონიზება, რომელიც წარმატებული იყო. ეს ნარატივი, რა თქმა უნდა, ემსახურებოდა რუსეთის შიდა პრობლემების გადაფარვას და რეჟიმის ლეგიტიმაციის გამტკიცებას. ამგვარი პოლიტიკა აისახა როგორც საბჭოთა კავშირის, ასევე თანამედროვე რუსეთის ქმედებებში, სადაც შიდა ჩავარდნები ხშირად გადატანილია გარე სამყაროსთან დაპირისპირების ფორმატში. დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა შეხედულება, რომ დიადი რუსეთი დასავლეთის უსამართლო მტრობის მსხვერპლად გადაიქცა და შეიქმნა სურათი, სადაც რუსეთი არის აბსოლუტური სიკეთე, რომელსაც დაუძინებელი მტერი დასავლეთი მუდმივ ებრძვის. სანამ პუტინის რეჟიმამდე მივალთ, კი გავიხსენოთ, როგორ გახდა ვლადიმერ პუტინი რუსეთის მმართველი. 1999 წელს ბორის იელცინი ავადობდა და დადგა საკითხი ძალაუფლების გადაბარებისა. ვინმე ისეთზე, ვინც იელცინის ოჯახის სიმდიდრეს გაუფრთხილდებოდა. ამ პროცესს კი ორი საფეხური ჰქონდა. ჯერ უნდა ეპოვათ ახალი ფიგურა, რომელიც იელცინთან არ იქნებოდა ასოცირებული და მეორე უნდა გამოეგონებინათ პრობლემები, რომელსაც ახალი მმართველი თითქოს და ეფექტურად გაუმკლავდებოდა. შემდეგი ხელისუფალის ძიებაში იელცინის წრემ ჩაატარა სახალხო გამოკვლევა, სადაც ხალხს საყვარელი ზღაპრის გმირის შესახებ ეკითხებოდნენ. ამ გამოკითხვაში მაქს შტირლიცმა გაიმარჯვა, საბჭოთა ნოველების გმირმა, რომლის ეკრანიზაციაც 1963 წელს შედგა სათაურით გაზაფხულის 17 გაელვება.
შტირლიცი, ანუ სტანისლავ გრიგორიევიჩ შტერლინკოვი იყო ლიტერატურული საბჭოთა აგენტი გერმანიის სამხედრო დაზვერვაში მეორე მსოფლიო ომის დროს, კომუნისტი ჯაშუში, რომელიც ნაცისტური უნიფორმით მოქმედებდა. სწორედ ამიტომ შეჩერდა არჩევანი ვლადიმერ პუტინზე, რომელსაც აღმოსავლეთ გერმანიის კგბ-ში უმნიშვნელო თანამდებობა ეკავა იმ პერიოდისათვის. პუტინი განასახიერებდა ისეთ მითოლოგიურ ფიგურას, რომელსაც ილინი მიიჩნევდა კარგ მმართველად და რომელსაც კვლევები აჩვენებდა, რომ რუსი ხალხი მიიღებდა. პუტინის პირველი ორი საპრეზიდენტო ვადის დროს 2000-2008 წლებში სურკოვმა, რომელიც პუტინის ხელდასმას ედგა სათავეში, გამოიყენა მართვადი კონფლიქტები მისი პოპულარობის მოსაპოვებლად ან ინსტიტუტების შესაცვლელად. 2002 წელს მას შემდეგ, რაც რუსეთის უსაფრთხოების ძალებმა მოკლეს ათობით რუსი მშვიდობიანი მოქალაქე ტერორისტებისაგან თეატრის გათავისუფლებისას, ტელევიზია მთლიანად სახელმწიფო კონტროლის ქვეშ მოექცა. 2004 წელს, როდესაც ერთ-ერთ სკოლას ტერორისტებმა ალყა შემოარტყეს, გაუქმდა რეგიონალური გუბერნატორების არჩევით დანიშვნის წესი. ამის გასამართლებლად სურკოვმა ილინზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსებმა ჯერ არ იცოდნენ, როგორ ჩაეტარებინათ არჩევნები. მან ასევე განაგრძო, რომ რუსეთი თავისი სუვერენიტეტით აღემატებოდა სხვა საბჭოთა ქვეყნებს და არც ერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანას არ შეეძლო სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება. თუმცა სურკოვი ცდებოდა. 2004 წელს ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი შეუერთდნენ ევროკავშირს, რაც იმას ადასტურებდა, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებსაც შეეძლოთ სუვერენიტეტისა და დემოკრატიის გამტკიცება. 2012 წლიდან მისი გადასაჭრელი პრობლემა გახდა ევროკავშირი, აშშ, რომელიც რუსეთის განადგურებისაკენ მიილტოდნენ. რუსეთის საგარეო მინისტრი სერგეი ლავროვი ამბობდა, რომ კრემლს ჰომოსექსუალიზმის წინააღმდეგ უნდა ებრძოლა, რათა უბიწო რუსეთი დაეცვა. 2012 წელს პუტინთან დაახლოებულმა ვლადიმერ იაკუნინმა სტატია გამოაქვეყნა, სადაც ეწერა, რომ რუსეთი მუდამ ებრძვის გარე ძალების ერთობას. ეს გლობალური ძალა იყო, რომელიც ეწეოდა LGBT პროპაგანდას მსოფლიოს გარშემო, რათა რუსეთში შეემცირებინა შობადობა და დასავლეთ შეენარჩუნებინა ძალაუფლება. რუსეთის LGBT-ზაცია იყო გამიზნული პოლიტიკა, რომ ქვეყანა გლობალური კაპიტალისტური ძალების მმართველობის ქვეშ მოქცეულიყო და 2013 წელს რუსმა დიპლომატებმა ეს ადამიანთა უფლებების კონფერენციაზეც განაცხადეს ჩინეთში. ამ დროისათვის კი რუსეთს უკვე მიღებული ჰქონდა კანონი ბავშვთა დაცვის მიზნით ტრადიციული საოჯახო ღირებულებების უარყოფის მოწოდების შემცველი ინფორმაციის აკრძალვაზე. თუმცა ოჯახური ღირებულებების დამცველი პუტინი სწორედ ამ დროს გაეყარა ცოლს. პუტინი აშშ-სა და ჰილარი კლინტონს ადანაშაულებდა რუსეთში მიმდინარე ყველა უარყოფით მოვლენაში. მაგალითად, 2011 წლის 8 დეკემბერს რუსეთში დაიწყო საპროტესტო გამოსვლები გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით, რასაც კრემლი აცხადებდა, რომ აქციის მონაწილეები გარე ძალების მომსახურე პერსონალი იყვნენ, კონკრეტულად შეერთებული შტატების მთავარი ქალი დიპლომატის ჰილარი კლინტონის. 15 დეკემბერს კი პუტინმა ღიად განაცხადა, რომ დემონსტრანტები დასავლეთიდან დაფინანსებულები იყვნენ და თანხას ხელზეც იღებდნენ. ეს კი პირდაპირ მიყვებოდა ილინის მოძღვრებას, მტრის იდენტიფიცირება და მისი ნეიტრალიზება. ილინს მტრის იდენტიფიცირებაში საერთოდ არ უგულისხმია რეალური მტერი. იგი გულისხმობდა ნებისმიერ გარე ძალას, რომლისკენაც თითის გაშვერაც დიქტატორული რეჟიმის კონსოლიდაციას შეძლებდა. იმ დროისათვის რუსეთს რეალურ პრობლემას ევროკავშირი და შეერთებული შტატები საერთოდ არ წარმოადგენდა და ზუსტად ამიტომაც აირჩია ეს 2-3 ნედ, რადგან რეალური პრობლემისაკენ თითის გაშვერა მოგეხსენებათ ესკალაციას იწვევს, ხოლო არარეალურისაკენ უბრალოდ გაუგებრობას. ჩინეთისაგან განსხვავებით ევროკავშირს მაგალითად არ ყავდა ჯარი და არ ქონდა დიდი საზღვარი რუსეთთან. შეერთებულ შტატებს ძლიერი ჯარი ყავდა, მაგრამ მისი დიდი ნაწილი გაყვანილი იყო ევროპიდან. 1991 წელს თუ 300,000 ჯარისკაცი ყავდათ ამერიკელებს ევროპაში, 2012-ში მხოლოდ 60,000. ნატო არსებობდა, უკვე გაწევრიანებულები იყვნენ აღმოსავლეთ ევროპის ყოფილი კომუნისტური ქვეყნები. 2009 წელს კი პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გააუქმა ამერიკის გეგმა აღმოსავლეთ ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის აშენების შესახებ.
2010 წელს რუსეთი ამერიკულ თვითმფრინავებსაც აძლევდა საშუალებას გამოეყენებინათ მისი საჰაერო სივრცე ავღანეთში ამერიკული ძალების მომარაგებისათვის. შესაბამისად 2011-12 წლებში ნატოსთან ომის არანაირი საფრთხე არ არსებობდა, ეს პუტინმაც კარგად იცოდა. 2011 წელს რუსეთის შეხედულებას ასეთი იყო, უბრალოდ პუტინს პრეტენზია ჰქონდა, რომ მათთან თანასწორი უნდა ყოფილიყო. 2010 წელს პუტინმა გერმანულ პრესაში ისიც განაცხადა, რომ ევროკავშირმა რუსეთთან უნდა განიცადოს ინტეგრაცია და არა პირიქით. ყოველგვარი მოლოდინი უნდა ჩაცხრეს, რომ რუსეთი რაიმე ფორმით შეიცვლებოდა. პუტინმა შემდეგ დაიმეგობრა მისი მხარდამჭერი ევროპელი პოლიტიკოსები, მაგალითად გერარდ შრედერი, გერმანიის ყოფილი კანცლერი, მილოშ ზემანი, ჩეხეთის არჩეული პრეზიდენტი 2013 წელს, რომლის კამპანიასაც რუსული ლუკოილი აფინანსებდა. სილვიო ბერლუსკონი, იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც თუ გახსოვთ, სკანდალურად 2013 წელს ფინანსური თაღლითობის გამო გაასამართლეს და 2019 წელს აუკრძალეს საჯარო სამსახურში მუშაობა. 2012 წელს, როდესაც პუტინი რუსეთის პრეზიდენტად დაბრუნდა, მან სახელმწიფო ილინის ტექსტს დაამსგავსა, რომლის მიხედვითაც დასავლეთი კვლავ აგრძელებდა რუსეთის უმწიკლობის შელახვას. ვლადიმერ პუტინისათვის ადვილი გახდა იმის მტკიცება, რომ რუსი ერი თავისუფალი ერი იყო, რადგან ყველამ თავისი ადგილი იცოდა საზოგადოებაში. მან ეფექტურად მოახდინა არჩევნების ფორმალურ რიტუალად გადაქცევა. ყველა მიცის გამარჯვებული ვინ არის. ქვეყანაში, სადაც კანონის უზენაესობა არ არსებობდა, პუტინი ქმნიდა იმ რეალობას, რაც თვითონ აწყობდა. ილინი ხომ სწორედ იმას ამბობდა, რომ სიმართლე არ არსებობდა და ყველაფერი სუბიექტურია. შეურაცხყოფა გახდა კრიმინალი. აიკრძალა რელიგიური საკითხების კრიტიკა და პოლიციას გაუჩნდა ბერკეტი, ანტიმართლმადიდებლური განცხადებები აღეკვეთა. სამართლებრივ კონტექსტში ღალატის ცნება გაფართოვდა და შეიღო ინფორმაციის მიწოდებასა და გავრცელებას არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც დასავლეთთან რაიმე შეხება ჰქონდათ, თუნდაც კონფერენციის გამართვა, უცხოეთის აგენტებად გამოცხადდნენ. ამასთან პუტინმა მოახერხა მოსახლეობის დარწმუნება, რომ რუსული ეროვნულობა არის ის ერთადერთი ჭეშმარიტი და განსაკუთრებული რამ, რაც სამყაროს უკეთესობისაკენ ცვლის. პუტინმა ილინის ფაშისტურ იდეოლოგიაზე დაყრდნობით შექმნა ისეთი პოლიტიკური რეალობა, სადაც ყველაფერი ემოციებს ემყარება და მთავარი ამოცანა გარე თუ შიდა მტერთან ბრძოლაა. თუნდაც გამოგონილთან. ამ მოცემულობაში ადამიანთა ენერგია და ყურადღება კონცენტრირებულია ბრაზზე და არა კონკრეტული პოლიტიკური ნაბიჯების განხილვაზე. საბოლოოდ კი რუსეთში ჩამოყალიბდა საზოგადოება, სადაც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე ჯანსაღი მსჯელობა არ ხდება და ამის მაგივრად ემოციური ფონი განაგებს ხალხის პოლიტიკურ გემოვნებას. ილინზე დაფუძნებით შემდეგ რუსეთში გამოჩნდნენ ახალი იდეოლოგები, როგორიც არის ალექსანდრ დუგინი და ალექსანდრ სოლჟენიცინი, რომელმაც პუტინის საგარეო და საშინაო პოლიტიკური რეპრესიები კიდევ უფრო გაამყარეს. მაგალითად, მათ შექმნეს ევრაზიანიზმისა და ერთიანი რუსი ერის იდეა, რაც მოიცავს რუსეთს, უკრაინასა და ბელარუსს, რითაც შემდეგ პუტინმა გაამართლა უკრაინის დაპყრობა. დუგინის მიხედვით, დამოუკიდებელი უკრაინა ბარიერი იყო რუსეთის ევრაზიული იდენტობისთვის, რაც გულისხმობდა პოსტსაბჭოთა ქვეყნების ერთობას აღმოსავლეთ ევროპიდან ცენტრალური აზიის ჩათვლით. დუგინი კიდევ 2009 წელს საუბრობდა ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში შესაძლო ომზე. ამ არხზე აუცილებლად გავაგრძელებ რუსულ იდეოლოგიაზე საუბარს და თუ მსგავსი საკითხები გაინტერესებთ, აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი არხი ცნობისთვის. მოკლედ რომ შევაჯამოთ, ამორალური დასავლეთის იდეა არის ის, რასაც რუსი იდეოლოგები რუსეთის უმციკლო სიდიადის იდეას უპირისპირებენ. ეს არის მათი პროპაგანდის ქვაკუთხედი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ილინის წარმატებული ფორმულირება კი ნებით თუ უნებლიეთ სხვა რეჟიმებშიც ხდება. თქვენ თუ ხედავთ რაიმე მსგავსებებს?
აუცილებლად დამიტოვეთ კომენტარებში. და ბოლოს, მინდა დავაზუსტო, რომ რუსული პროპაგანდა საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური საკითხია, რადგან უამრავი პროფესორ, მკვლევარი თუ ორგანიზაცია მუშაობს საერთაშორისო მასშტაბით. დღევანდელი ვიდეო არის მხოლოდ ერთი პატარა ნაწილი იმისა, თუ რა ვიცით რუსულ ხერხებზე. ეს ვიდეო ეფუძნება ტიმოთი სნაიდერის, ცნობილი რუსული იდეოლოგიის მკვლევარისა და იელის უნივერსიტეტის პროფესორის წიგნს გზა თავისუფლების დაკარგვისაკენ. The Road to Unfreedom, რომელიც 2009 წელს გამოიცა. მაშინ არც უკრაინის ომი იყო მომხდარი და არც კოვიდის პანდემია 5 წლის შემდეგ კი ეს წიგნი კიდევ უფრო რელევანტურია. ამასობაში არ დაგავიწყეთ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი, ასევე გამომყევით Instagram-ზე, TikTok-ზე და X-ზე, ანუ Twitter-ზე. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.